საქართველოს ნაკრები 23 მარტს სომხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის პლეი-ოფში შეხვედრას გამართავს. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ხუბულავა, ასტროლოგი. ჩვენ დავინტერესდით თუ როგორი დღე იქნება სომხებთან მატჩის დღე საფეხბურთო თვალსაზრისით ასტროლოგიური პერსპექტივიდან. ასევე განვიხილავთ თუ რამდენად ხელსაყრელი იქნება 23 მარტი ნაკრების ფეხბურთელებისთვის. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ხვიჩა კვარაცხელია სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგი დღე ექნება. კვარაცხელია მარტივად დაუსხლტება აროიანს, ტიკნიზიანს, ოგანესიანს, ბიჩახჩიანს და სოლომონ უდოს. კვარაცხელია სომხეთთან მატჩში ვარსკვლავები ეხმარებიან. გურამ კაშია მარტივად მოახერხებს სომეხი თავდამსხმელის მირანიანის განეიტრალებას. თუმცა იგი უნდა უფრთხილდეს მეორე სომეხ თავდამსხმელ რანოსს. ასე რომ კარგი იქნება თუ კი სომხეთთან მატჩში კაშია მთავარ შემადგენლობაში არ ითამაშებს. გიორგი მიქაუტაძე სომხებთან მატჩის დღე კარგი დღე ექნება. მიქაუტაძე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სომეხ მცველებს ტიკნიზიანს, ჩალიშის და არუთინიანს. ამიტომ სომხებთან შეხვედრაში სასტარტოში არა ბუდუზივზივაძემ არამედ სწორედ გიორგი მიქაუტაძემ უნდა ითამაშოს. გიორგი ქოჩორაშვილს სომხეთთან მატჩის დღე კარგი დღე ექნება. ქოჩორაშვილი სომეხ ნახევარმცველ უგო ჩუკუო იუს მარტივად გაანეიტრალებს. ასევე ქოჩორაშვილს კარგი შანსები ექნება სომეხ მცველ ოგანესიანთან. ოთარ კიტეიშვილს სომხეთთან მატჩის დღე მშვენიერი დღე ექნება. კიტეიშვილი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ნახევარმცველებს ბიჩახჩიანს და სოლომონ უდოს. კიტეიშვილი ასევე კარგად ითამაშებს სომეხი მცველი მურადიანის წინააღმდეგ. საბა გოგლიჩიძე სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მშვენიერი დღე ექნება. გოგლიჩიძე უნდა უფრთხილდეს სომეხ სელარაიანს. თუ კი სელარაიანმა მთავარ შემადგენლობაში ითამაშა. კარგია რომ გოგლიჩიძე მოახერხებს სომეხი თავდამსხმელის მირანიანის განეიტრალებას. გიორგი ჩაკვეტაძისთვის სომხებთან მატჩის დღე კარგი დღე იქნება. ჩაკვეტაძე მშვენივრად ითამაშებს სომეხი ნახევარმცველი უგო ჩუკუო იუს წინააღმდეგ. ჩაკვეტაძე სომხეთთან მატჩის პირველ ნახევარს უკეთესად ჩაატარებს ვიდრე მეორეს. ზურიკო დავითაშვილს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მშვენიერი დღე ექნება. დავითაშვილი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ტიკნიზიანს, ოგანესიანს, აროიანს, ბიჩახჩიანს და სოლომონ უდოს. ასე რომ ზურიკო დავითაშვილს სომხეთთან შეხვედრაში ვარსკვლავები უღიმიან. ბუდუ ზივზივაძე სომხეთთან მატჩის დღე ნეიტრალური დღე ექნება. ზივზივაძე კარგად ითამაშებს სომეხი მცველების არუთინიანის და ჩალიშერის წინააღმდეგ. თუმცა ზივზივაძეს სომხეთის წინააღმდეგ გოლის გატანა გაუჭირდება. სომხებთან მთავარ შემადგენლობაში სასურველია გიორგი მიქაუტაძემ დაიწყოს და არა ბუდუ ზივზივაძემ. გიორგი მამარდაშვილი სომხეთთან მატჩში დაისვენებს, როგორც ეს ვილის ანილმა განაცხადა. სასტარტოში სასურველია ქართველების კარი გიორგი ლორიამ დაიცვას და არა ლუკა კუგეშაშვილმა. სომეხი შემტევების გასანეიტრალებად ქართველი მცველებიდან სასურველია შეხვედრაში ითამაშონ გოჩოლეიშვილმა, გოგლიჩიძემ, აზაროვმა, ლაშადვალმა, ასევე ლუკა ლაცაბიძემ. ქართველი მცველები სომეხი შემტევების განეიტრალებას მარტივად მოახერხებენ. ასე რომ სომეხი შემტევებიდან საფრთხეს ნაკლებად უნდა ველოდოთ. საქართველოს ნაკრებს სომხეთის წინააღმდეგ მართლაც კარგი შანსები აქვს. ამიტომ ქართველ ფეხბურთელებმა ეს აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მოკლედ, საქართველოს სომხეთის მატჩის დღის ასტროლოგიური მიმოხილვა ესეთია. ასევე თქვენ წიგნით საქართველოს ნაკრების თამაშებზე სხვა ასტროლოგიური მიმოხილვები. ამიტომ არ დაგავიწყდით ვიდეოს მოწონება, YouTube ახის გამოწერა და ზარის ხილაკის გააქტიურება, რათა მომავალი ვიდეოები არ გამოტოვოთ. ჩვენს ნაკრებს კი იღვალი უსურვოთ. დროებით.